რაც შეეხება ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების პასუხს, ეს პასუხი იყო ბუნებრივია უალტერნატივო, ანუ იმ შეჭრისდელობას ბუნებრივია ჭირდებოდა პასუხი. გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი პირდაპირ მნიშვნელობით. გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა. ეს განცხადებები ახლა მათივე ავტორების წინააღმდეგ მტკიცებულებებია, რადგან 6 წლის შემდეგ სიმართლე უკვე უზენაეს ინსტანციაში დადგინდა. განაჩენი ქართულ ოცნებას სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოუტანა, სადაც იმას, რასაც ოცნების ლიდერები მთელი ძალისხმევით ამართლებდნენ, არაპროპორციული ძალის გამოყენება უწოდეს. აქ თქვეს, რომ 2019 წლის 20 ივნის ივანიშვილის ხელისუფლებამ მოქალაქეები წამებისთვის გაიმეტა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ სწორედ დაადგინა ის გარემოებები, რასაც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა. ოცნების იუსტიციის მინისტრის ამ გზავნილით მალევე გაირკვა, რომ რეჟიმი გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობას არც ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ იღებს. ვერდიქტის მოსასმენად ივანიშვილის წარმომადგენლები სტრასბურგში პირადად ჩავიდნენ და მის პროპაგანდისტულად გასაღებასაც იქიდან შეუდგნენ. საქმე ლამის ზეიმამდეა მისული. ოცნება ამტკიცებს, რომ დიდმა პალატამ მხოლოდ გახარიას დამნაშავეობა დაადგინა. წერტილი უნდა დაესვას იმ განცხადებებს, რაც ეხება გახარიას პოლიტიკურ დევნილად წარმოჩენას, რაც შეეხება იმას, რომ დემონსტრაციის დაშლისას გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ამას არ უარყოფთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გამოძიების ფარგლებშიც გამოიკვეთა და სწორედ ამიტომ იქნა დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ. დაადგინა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამ შემთხვევაში პარლამენტზე ხდება თავდასხმა, ასევე სამართალდამცავებზე ხდება თავდასხმა და უფრო მეტიც შტურმის მცდელობა არის, სახელმწიფოს აქვს უფლება, ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა. თუმცა როგორც უნდა ეცადონ ქართულ ოცნებაში, ისტორია არც იმდენად ძველია, ვინმეს თუნდაც არქივით შეხსენება სჭირდებოდეს და მაინც სიზუსტისთვის არქივით დავიხმაროთ. ამ კადრებში გავრილოვის ღამის შემდეგ მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ივანიშვილმა კი მოქალაქეების მოთხოვნას მისი დაწინაურებით უპასუხა და ვიდრე თავად წავიდოდა, მას უმაღლეს დონეზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ინარჩუნებდა. სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაგა გომურის ამოთხრილი თვალი ერთი წუთით ეხლა ძალიან გთხოვთ რა დავსერიოზულდეთ. ამ მომენტიდან კი წულუკიანის კომისია გახარიასთვის პასუხისმგებლობის სრულად გადაბარების კამპანიას იწყებს. ისე თითქოს მხოლოდ წელს გაიგეს მაკო გომურისთვის თვალის დათხრის შესახებ, ან იმაზე, რომ კიდევ ათეულობით დემონსტრანტი დაასახიჩრეს, რეჟიმი დაზარალებულების სახელით შეუდგა ყოფილ პრემიერზე შეტევას. ამის შემდეგ კი პროცესი პროკურატურამ გადაიბარა, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ დაზარალებულები დაიბარა და თითქოს ხელახალი გამოძიება წამოიწყო. პირველ რიგში მივესალმებით და ვეთანხმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას. კმაყოფილია გიორგი გახარიას პარტიას. ან ოცნების მსგავსად ისიც თავის კმაყოფილად მოჩვენებას ცდილობს. ახლა მაინც იტყვის თუ არა ვინ გასცა ბრძანება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას პირადად გიორგი გახარია არ გამოხმაურებია. ანუ ზალაში მისი ძველი გზავნილი რჩება, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლაზე პასუხისმგებლად ყოფილი მინისტრი საკუთარ თავს აცხადებს. მაშინ რა არის კმაყოფილების საფუძველი? ოცნებაც და მისი ყოფილი პრემიერიც ამისთვის ერთნაირად სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს იყენებენ, სადაც შტურმის შესახება აღნიშნა. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნის ხორციელდებოდა შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე და თავდასხმა სამართალდამცავებზე, რა დროსაც სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე თქვენ იცით, რომ გიორგი გახარიას ბრალდება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც ასევე მითითებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყუების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია და არაპროპორციულობის ნაწილში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ რეზინის ტყუებთან დაკავშირებულ ეპიზოდს ეთმობა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ადასტურებს, როგორი შეთითხნილი ბრალდებით მიმდინარეობს დევნა სამართლებრივი გიორგი გახარიას მიმართ. სინამდვილეში კი უდანაშაულო არც გახარია გამოდის და არც ქართული ოცნების დანარჩენი შემადგენლობა. ამას ამბობენ ოპოზიციონერები, რომელთა შორისაც 20 ივნის დაზარალებული პირებიც არიან. ოპოზიცია განმარტავს, რომ ჯერ ძალის გადამეტება, ადამიანების სასტიკად დარბევა და ანტისაოკუპაციო პროტესტისთვის მოქალაქეების საჩვენებელი დასჯა. ამის შემდეგ კი ამ საქმეზე მხოლოდ ფორმალური გამოძიების ჩატარება უკვე სტრასბურგის დონეზეა დამტკიცებული. ეს კი ოცნების პროპაგანდისტვისაც განაჩენია.
ჩვენ არწმუნებულები ვიყავით, რომ ამ უმძიმესი აი ზედაპირზე არსებული წამების და სხვადასხვა ტიპის დანაშაულების ფაქტების შემთხვევაში ევროსასამართლო აუცილებლად შესაბამის განაჩენს გამოიტანდა, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ერთი ადამიანი კი არ არის დანაშაული, სისტემაა დანაშაული და ეს სისტემა ამ ადამიანს არათუ ამართლებდა, როცა ზედაპირზე იყო, მაშინ ყველაფერი არამედ ნიშნავდა უფრო მაღალ თანამდებობაზე და ეძახდა სუპერზალოვან მინისტრს და იძახდა, რომ პროპორციული იყო ძალა. ის ხალხი, ვინც ეხა ხელისუფლებაში არიან და 20 იუნის ადამიანები აწამეს და შემდეგ სისტემამ არ გამოიძია წამების არც ერთი ფაქტი. ანუ დაფარა. რა თქმა უნდა 20 იუნის არსებობს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრისა. მაგრამ ამავე დროს არსებობს მთელი სახელმწიფო აპარატი, მთელი წყება, ინსტიტუტების, ხელმძღვანელების, ჩართული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც წამების ფაქტები შეგნებულად დამალა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიდი პალატის ეს ვერდიქტი ოცნების წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ პირველი გამარჯვება. მომდევნო მარცხი კი რეჟიმს 5 ივლისისა და მიმდინარე აქციების გამოცელოდება. მით უფრო რომ ევროსასამართლომ არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე დაადგინა დარღვევა, არამედ თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანად გადასახედია აქციის დაშლის მეთოდოლოგია და პროტოკოლი.